Приветствую, дорогие. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ტელერადიო კომპანია Georgian Times, ის ეთერშია რეალური პოლიტიკა. მე ვარ მალხაზ გულაშვილი. დღეს ჩვენი სტუმარია დიმიტრი სპივაკი, პოლიტიკოსი, ბლოგერი, უკრაინელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ოდესის ყოფილი დეპუტატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებდა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ მედიაში. მოგესალმებით, ძვირფასო დიმიტრი. მალხაზ მოგესალმებით თქვენს და ალბათ უკვე ჩვენს ქართულ რადიო მსმენელებსაც. მზად ვარ საუბრისთვის. ისე წარმადგინეთ, თითქოს მთელი ჩემი ავტობიოგრაფია თვალწინ გამირბინა. ძალიან მიხარია თქვენი მოსმენა. მეც ძალიან მიხარია თქვენი მოსმენა და იმედი მაქვს. ეს ჩვენი ერთადერთი გადაცემა არ იქნება. მომავალშიც არაერთ ერთობლივ გადაცემას მოვაწყობთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გადავიდეთ კითხვებზე. ქართველ ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს ძალიან აინტერესებს, რა ხდება ახლა უკრაინაში. ჩვენამდე ინფორმაცია ხან ერთი მხრიდან მოდის, ხან მეორიდან, მაგრამ განსაკუთრებით გვაინტერესებს, რა ხდება უშუალოდ ქვეყნის შიგნით. იცით, მალხაზ რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედოთ, პასუხი ძალიან მარტივი და მოკლეა. უკრაინაში ომია, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება. ეს არის საშინელი თანამედროვე ომი, რომელშიც თითქმის ყველა სახის თანამედროვე შეიარაღება გამოიყენება ბირთვული იარაღის გარდა. უკრაინას ებრძვის მსოფლიოს მეორე არმია, ბირთვული სახელმწიფო, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი და აგრესია დაიწყო და ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა. დარქმევა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უზარმაზარი, ფართომასშტაბიანი თანამედროვე ომი, რომლის მსგავსი მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. არც გამოყენებული საშუალებების, შეიარაღებისა და რესურსების მოცულობით და რაც ყველაზე შემზარავია, არც მსხვერპლის რაოდენობით. სხვადასხვა შეფასება არსებობს და ახლა ციფრებში არ შევალ, მაგრამ საუბარია ასობით ათას დაღუპულზე, 10,000-ობით დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეზე, დანგრეულ ქალაქებსა და განადგურებულ ეკონომიკაზე. მე ოდესაში ვცხოვრობ და აქ ყოველღამე. ამას განსაკუთრებით თქვენი ტელემაყურებლებისა და რადიო მსმენელებისთვის ვამბობ. თავდასხმებია, განგაშია, რაკეტები, ბალისტიკური იარაღი და დრონებია. ყოველღამე სადღაც ტრაგედია ხდება, სადღაც აფეთქებაა, სისხლი იღვრება, ადამიანები იღუპებიან და იჭრებიან. მოდის შემოდგომა, მოდის ზამთარი და ყველას გვაწუხებს, როგორ გადავიტანთ მას. რუსეთის ზედიზედ მეოთხე ზამთარია ცდილობს, ასე ვთქვათ, უკრაინის თავზე ნატურა ჩააქროს. გაანადგუროს უკრაინის ენერგოსისტემა და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული ბლეკაუტი გამოიწვიოს. ჯერჯერობით ეს არ გამოუვიდა. ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები და ენერგოსისტემა როგორღაც უძლებს. თუმცა უკრაინაც, რა თქმა უნდა, კაცრად პასუხობს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ომი სრულიად ახალ, აქამდე უცნობ კალაპოტში გადაიყვანა. უპილოტო სისტემებს 100 კილომეტრის დაშორებით. მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მდებარე ობიექტების დიდი სიზუსტით დაზიანება შეუძლია. ხედავთ, რომ უკრაინული დრონები და სპეცსამსახურების ოპერაციები რუსეთის სიღრმეში აღწევს და სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას, ნავთობისა და გაზის სექტორს, საპორტო ინფრასტრუქტურასა და ტერმინალებს. ყველა მიცის, რომ რუსეთში ბენზინის კრიზისია. დღეს რუსეთი ნავთობპროდუქტებს ხიდულობს იმავე ინდოეთისგან, რომელსაც თვითონ ნავთობს აწვის. ხიდულობს მაროკოში და ბელარუსიდანაც შემოაქვს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთს. თუმცა აშკარაა ისიც, რომ რუსეთი უკრაინის მთელ ეკონომიკურ პოტენციალს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მით უმეტეს, რომ ეს უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება. მალხაზ ძალიან მიჭირს აქ მიმდინარე მოვლენებზე საუბარი, რადგან ამ რეალობაში უკვე წლებია ვცხოვრობ. ოდესა, ნიკოლაევი, ხერსონი, ხარკოვი, დნიპრო, კრივი რიხი, სუმი, ზაპოროჟიე. რუსეთი ცდილობს გაანადგუროს არა მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკა, არამედ მთელი საპორტო ინფრასტრუქტურაც. რუსეთმა ახლა შავ ზღვაში ნაოსნობა დაბლოკა. ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკისთვის, რადგან ექსპორტი და იმპორტი შეჩერებულია, არამედ გარკვეულწილად მსოფლიო ეკონომიკისთვისაც. უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიო სასურსათო მომარაგების დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფს. პირველ რიგში ხორბალს გულისხმობ.
ამიტომ შეშფოთება უკვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც გამოხატა. სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, სწორედ შეშფოთების გამოხატვაა. დღეს ეს ზენაციონალური ინსტიტუტები სხვა ვერაფერს აკეთებენ. მგონია, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. უახლოეს 5-დან 8 წლამდე პერიოდში ახალი მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება. ალბათ, დაიწერება ახალი წესები და ახალი საერთაშორისო სამართალი, შეიქმნება ახალი ზენაციონალური ინსტიტუტებიც, რადგან ვხედავთ, რომ ვერც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ვერც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ვერც სხვები სამხედრო კონფლიქტებს ვერაფერს უხერხებენ. ვერც უკრაინაში, ვერც ირანში, ვერც ახლო აღმოსავლეთში და ვერცაც სხვაგან. მათ განცხადებებსაც უკვე თითქმის აღარავინ რეაგირებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის გუტერეშის მკაცრ განცხადებას არც მოსკოვში, არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში არავინ გამოეხმაურა. ჩვენ სიძულებული ვართ. ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციოთ, რადგან ომის პირობებში უკრაინა ცალმხრივად ვერ შეწყვეტს საკუთარ სპეციალურ ოპერაციებს. უკრაინა მთელ მსოფლიოს ეუბნება. მზად ვართ საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლი შევაჩეროთ და სერიოზული პოლიტიკური მოლაპარაკებები დავიწყოთ, მაგრამ კრემლის ულტიმატუმებისა და სურვილების გარეშე უკრაინის პოზიცია მარტივად ასახსნელია. ომების მთელი ისტორია გვაჩვენებს, რომ ულტიმატუმებს ჩვეულებრივ გამარჯვებული და ტრიუმფატორი ქვეყნები უყენებენ მხარეს, რომელიც კაპიტულაციას აწერს ხელს. ამ შემთხვევაში არც ტრიუმფატორი არსებობს და არც კაპიტულაციაზე ხელმომწერი მხარე არსებობს ან იარსებობს. სტრატეგიული თვალსაზრისით, ფრონტის ხაზზე ომი დიდი ხანია ჩიხშია შესული. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთის წითელი ხაზები სულ უფრო უკან იწევს და მალე ურალსაც გასცდება. რუსეთმა სამხედრო გზით ვერც ერთი დასახული ამოცანა ვერ შეასრულა და ვერ შეასრულებს. უფრო მეტიც, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთმა გავლენისა და ტერიტორიებისთვის ეს დიდი ომი წააგო. ვენესუელა, კუბა, სირია, ასადის რეჟიმი, ჩრდილოეთის ნაკადი 2, ზდაკარგვა, აზერბაიჯანი და ბაქო, სომხეთი, გაგაუზია. ბოლო 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთმა მრავალი გლობალური გეოპოლიტიკური პოზიცია დაკარგა. ბუნებრივია, ამით ამერიკელებმაც და ჩინელებმაც ისარგებლეს. წმინდა ადგილი цаრიელი არჩევა. ფიზიკის კანონიც ასეთია. თუ სადღაც რაღაც იკლებს, სხვაგან იმატებს. ამიტომ უკრაინა ამბობს: მოდი, ომი იქ შევაჩეროთ, სადამდეც თითოეულმა მხარემ მისვლა შეძლო, შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები და გამოვაცხადოთ გრძელვადიანი ზავი. 60, 90 თუ 180 დღით ამას მნიშვნელობა არ აქვს. შევაჩეროთ ომი, დავსხდეთ და სერიოზულად ვილაპარაკოთ, როგორც ორი თანასწორი, არა პარტნიორი, არამედ მოწინააღმდეგე. ვისაუბროთ მომავალზე, საზღვრებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა იარსებოს ამ ყველაფრის შემდეგ ორმა სახელმწიფომ ერთმანეთის გვერდით. მიმაჩნია, რომ უკრაინის პოზიცია სამართლიანი, ლოგიკური და დასაბუთებულია. მოსკოვი კი კვლავ ტრამპს მიმართავს და ცდილობს ანკორიჯის იმ სულს დაედევნოს, რომელიც დიდი ხანია გაქრა. რამდენიმე დღის წინ ზუსტად 1 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ტრამპმა პუტინს წითელი ხალიჩა დაუგო. შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ტრამპმა უბრალოდ აჯობა. გარკვეული დაპირებები მისცა და კრემლს მათი დაჯერება აიწვია. თუმცა შეხედეთ, ამ 1 წლის განმავლობაში რა გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. კვლავ ვუბრუნდები კარაკას, ვენესუელურ ნავთობსა და მადუროს. ვუბრუნდები ასადის რეჟიმს და იმას, როგორ შეძლო ტრამპმა ერევანსა და ბაქოს შორის მრავალწლიანი დაპირისპირების მოგვარება. ამიტომ მსოფლიოში ვერავინ იგებს კრემლის პოზიციას. მათ უნდათ ტრამპმა უკრაინას კაპიტულაცია აიძულოს, ეს ტრამპს რატომ უნდა სურდეს? უკრაინაც ამას არასოდეს დათანხმდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ 24 სექტემბერს მაპატიეთ, მალხას, წინ გაუსწრებ მოვლენებს და შესაძლოა, ბევრი დროც საგართვით. მადლობა, რომ ამის შესაძლებლობა მომეცით. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება. იქამდე ყოველდღიურად მიმდინარეობს გარკვეული კულისებს მიღმა დიპლომატია, რომელიც ჯერ დახურულია. ვფიქრობ, ოქტომბერის შესაძლებლობის ფანჯარაა, როცა შესაძლოა ეწე. საჰაერო ზავის მიღწევა მოხერხდეს. კრემლის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, იქ ესმით, რომ ზამთარში შესვლა რუსეთისთვისაც არ არის ხელსაყრელი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინის სპეცსამსახურების გარკვეულ ოპერაციებს ვერ უმკლავდება.
ამიტომ, რაც უნდა იტრაბახონ, ზამთრის წინ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მათაც სჭირდება. სახელმწიფო სათათბიროს 20 სექტემბრის არჩევნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს შორის. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბერში. შესაძლოა ტრამპისა და სის შეხვედრაზე, მის შემდეგ ან მანამდე შესაძლებელი გახდეს ისეთი კონსტრუქციის პოვნა, რომელიც ორმხრივი დარტყმების ამ აბსოლუტურად გამანადგურებელ ცუნამს შეაჩერებს. უკრაინას ამდენი ბალისტიკური იარაღი არ აქვს. ჩვენ რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს ვერ ვაგდებთ, რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემები არ გვყოფს. ბალისტიკურ რაკეტებთან გამკლავება მხოლოდ Patriot-ის სისტემებს შეუძლია. მათ კი ან საერთოდ არ გვაძლევენ, ან უმცირესი რაოდენობით გვაწვდიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაა. ტრამპმაც არაერთხელ თქვა, რომ ამერიკის მარაგები ამოუწურავი არ არის. ევროპასაც არ შესწევს სათანადო ძალა. იქ ეკონომიკური პრობლემებია, რაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზეც აისახება. დღევანდელ ვითარებაში ევროპის როლი ცალკე დიდი თემაა და მას თანდათან მივადგებით. მინდა ერთი ისტორიული ან გეოპოლიტიკური აქსიომა გავიხსენო. ბატონმა ბჟეზინსკიმ წიგნში დიდი საჭადრაკო დაფა დაწერა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტორპედოდ გამოიყენებდნენ. დღეს გრძნობთ, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტორპედოდ იყენებენ. ამაზე უკვე ყველა მილაპარაკა. საქმე მხოლოდ ბჟეზინსკისა და მისი წიგნის შეფასებაში არ არის. ბოლო დროს ამაზე არაერთხელ ისაუბრა პროფესორმა მირშაიმერმა. ევროპარლამენტშიც არაერთხელ გამოვიდა ჯეფრი საქსი. ამაზე თავად ტრამპიც საუბრობდა. ყველაფერი უკვე გასაგებია. ნატო უკრაინას, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერად მოექცა. თავიდანვე რომ ეთქვათ, უკრაინას ნატოში არ მივიღებთო, შესაძლოა ისტორია სხვაგვარად წარმართულიყო, თუმცა ამბობენ, ისტორიას კავშირებითი კილო არ გააჩნია. არ გჯეროდათ, რომ გატყუებდნენ? მინდა ქართველმა ტელემაყურებელმაც გაიგოს თქვენი პასუხი. არ გჯეროდათ, რომ შეიძლებოდა მოეტყუებინეთ, რომ ნატო უკრაინას არ მიიღებდა და მისი უსაფრთხოების გარანტი არ იქნებოდა? კითხვის მეორე ნაწილში ვერ დაგეთანხმებით. ნატო უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა. არ მგონია, პუტინს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გაებედა. შეეძლო თუ არა ნატოს ამ ომის თავიდან აცილება? ვფიქრობ, შეეძლო. თუმცა ეს უკვე რიტორიკული კითხვაა და პასუხს ვერასოდეს გავიგებთ. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, ზოგს სჯეროდა, ზოგს. არა. ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. ჯერ კიდევ ომამდე ვამბობდი, რომ უკრაინა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი უნდა ყოფილიყო. თუმცა უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია სხვა იყო და ასეთად ვერ რჩება. წინა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია, უკრაინის ნატოში გაწევრიანება, კონსტიტუციაში მთავარ გეოპოლიტიკურ მიზნად დაფიქსირებული. ეს დღეს უკრაინის კონსტიტუციაში წერია და მომავალ მოლაპარაკებებში სერიოზული დაბრკოლება იქნება. მალხას ყველამ უნდა გავიგოთ. ეს ომი, ისევე როგორც ბევრი წინა ომი, ერთი რამით, მოლაპარაკებითა და მშვიდობით დასრულდება. სხვა გზა ჯერ არავის მოუგონია. გეთანხმებით. რა თქმა უნდა, მშვიდობა ძალიან გვინდა, მაგრამ მთავარი ისაა, დიმიტრი, რა ეტაპზე დასრულდება ეს ყველაფერი? ეს არავინ იცის. ჩვენ წინასწარმეტყველები არ ვართ. ვფიქრობ, ამხანაგ დონალდ ფრედოვიჩსაც, როცა ირანში თავისი სპეციალური ოპერაცია დაიწყო, მისი 3 დღეში დასრულება ჰქონდა განზრახული. თანამედროვე ომმა მსოფლიოს სრულიად ახალი აღმოჩენები, ახალი ტაქტიკა და ომის წარმოების ახალი სტრატეგია მოუტანა. დღეს მსოფლიოს ვერც პირველი, ვერც მეორე და ვერც მესამე არმია ვერ ახერხებს სამხედრო გამარჯვების მოპოვებას მეტ-ნაკლებად ძლიერ სახელმწიფოზე, რომელსაც რაკეტები და დრონები აქვს. ამერიკის სამხედრო მანქანაც ირანს ვერაფერს უხერხებს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დონალდ ტრამპი ამას ძალიან სწრაფად. დაახლოებით 2-3 კვირაში. მიხვდა და დღეს კომპრომისული გამოსავლის პოვნას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე დამარცხდნენ. ირანის გეოპოლიტიკური პოზიციები ძლიერდება, ირანი უკვე პირობებს აყენებს, რამეს, რასაც თებერვლამდე ვერავინ წარმოიდგენდა. პუტინი კი უკვე მეხუთე წელია ვერაცნობიერებს, რომ სამხედრო გზით უკრაინას ვერ დაამარცხებს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, ქვეყნები და ეკონომიკები ნადგურდება. სამწუხაროდ, რუსეთის საზოგადოება ჯერ ვერ ავლენს ისეთ დამოკიდებულებას, რომელსაც კრემლი აუცილებლად უნდა გაუწიოს ანგარიში. რუსული სოციოლოგია აჩვენებს,
რომ პროპაგანდისტული მანქანა მძლავრად და მკაცრად მუშაობს. ესეც ომის ნაწილია. ომი მხოლოდ შეხების ხაზზე და ფრონტზე არ მიმდინარეობს. არსებობს პოლიტიკური, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, გზავნილებისა და რესურსების ომიც. ძალიან მინდა, რომ მსოფლიო ელიტა. და ასეთი ელიტა ნამდვილად არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეკონომიკის მთელ სფეროებსა და დარგებს მართავენ, ტრანსნაციონალური კორპორაციები და ისინი, ვის ხელშიც მსოფლიო ეკონომიკაა თავმოყრილი. საკუთარი თვითგადარჩენისა და ინტერესების დასაცავად მსოფლიო პოლიტიკოსებზე გავლენა მოახდინოს. კვლავ სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბერს უბრუნდება. არსებობს იმედი, რომ ომის დასრულების აუცილებლობას ისინიც კი გააცნობიერებენ, ვისთვისაც უკრაინის ომს პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდები მოაქვს. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ეს ომი შეიძლება უფრო დიდ კონფლიქტად გადაიზარდოს და ევროპასა და სხვა რეგიონებსაც მისცდეს. ეკონომიკურ შედეგებსაც გულისხმობ. ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის ომები ასუსტებს აფრიკას, ევროპასა და ცენტრალურ აზიას. უკრაინა დიდი სახელმწიფოა და აქ მიმდინარე ომის ხვებსაც აუცილებლად ეხება. ხედავთ, რა ხდება საზღვაო მარშრუტებზე, ლოგისტიკასა და საწარმოო ჯაჭვებში. ამას დაემატა დუნაის წყალმარჩხობაც. წყალი არ არის. შესაბამისად, ელექტროენერგიაც არ არის. ამის გამო უკვე ევროპული სახელმწიფოები. უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და სხვები ზარალდებიან. რატომღაც მგონია, რომ ომი უნდა დასრულდეს და მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებსაც კრემლის პოზიციის შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, მალხას საპირისპირო ვარიანტიც არსებობს. თუ ოქტომბრამდე შეთანხმება ვერ შედგა, ძალიან მძიმე ზამთარში შევალთ, რომლის შედეგებიც სრულიად არაპროგნოზირებადი იქნება. ეს არ გვინდა, მაგრამ გამორიცხული არ არის. თქვენ შეეხეთ თემას, რომელიც ყველაზე მეტად მაღელვებს, რადგან მშვიდობა მთავარია. მაგრამ როგორ მივახციოთ მშვიდობას, როცა რუსებს სურთ საბოლოოდ დაიკავონ დონბასი და, როგორც ამბობენ, ბრჭყალებში. გაათავისუფლონ იგი მტრის წარმომადგენლებისგან? უკრაინა, რა თქმა უნდა, ამას არ დათმობს. მაშინ სად და როგორ შეიძლება მშვიდობის დამყარება? ვერ ვიგებ. ან ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს, ან ვიღაცამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. სხვა ვარიანტი თითქოს არ არსებობს. არა, მალხას ეს არ მოხდება. ტყუილად არ გამივლია პარალელი ამერიკა-ირანის ომთან. იქ გამარჯვებული არ იქნება? მხარეებს კომპრომისის ძიება მოუწევთ? რა არის კომპრომისი? ორივე მხარისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება და უკან გადადგმული ნაბიჯი. კრივის რინგზე, როცა მსაჯი ამბობს, ბრეიკ, ორივე მოკრივე თითო ნაბიჯით იხევს უკან და მათ შორის უკვე ორი ნაბიჯის მანძილი. კომპრომისიც ასეთი ბრეიკი. პუტინი უკვე ნამდვილად ვერ შეძლებს იმის განხორციელებას, რაც 4 წელზე მეტი ხნის წინ ჩაიფიქრა. უკრაინასაც დღეს არ აქვს რესურსი მთელი თავისი მიწის გასათავისუფლებლად. ამას ჩვენც ვაცნობიერებთ და კომპრომისისთვის მზად ვართ. ვამბობთ, გავჩერდეთ იქ, სადამდეც მივედით და შემდეგ მოლაპარაკება გავაგრძელოთ. კომპრომისი სადღაც შუაშია. ფაქტორთა ერთობლიობამ საბოლოოდ ორივე მხარის, განსაკუთრებით კი კრემლის, გადაწყვეტილებაზე უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება დონბასს, ეს ყველაფერი მონაყოლი და პუტინის ბლეფია. მას დონბასი არ ჭირდება. უბრალოდ ესმის, რომ უკრაინა დაკარგა და ახლა საკუთარ ამომრჩეველს რაღაც მაინც უნდა აჩვენოს. მას ომის სრულიად უშედეგოდ დასრულება არ შეუძლია, რადგან მაშინ რუსეთში პოლიტიკურად დამარცხდება. ამიტომ მოიგონა ახალი ამბავი. კრამატორსკი და სლავიანსკი ნებისმიერ ფასად უნდა აიღოს. მითხარით, მალხას მილიონი გაწირული სიცოცხლე დონბასის 20%-ის საფასურია? ადამიანებმა უბრალოდ დაფიქრდნენ და კრიტიკული აზროვნება ჩართონ. ნუ თუ ამ სისხლიანი ტრაგედიის დაწყების მიზანი ეს იყო? რა თქმა უნდა, არა. ეს გამოუვალი მდგომარეობითაა ნაკარნახევი. მან დღეს საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უნდა უთხრას. უკრაინისადმი მიმართვას აზრი აღარ აქვს. ამიტომ საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მიზანი დონბასია. თუმცა 2022 წლის 24 თებერვალს, დილის 4 საათზე, დონბასის მიზანი არავის უხსენებია. სხვა მიზნებზე ვისმენდით. დღეს ყველაფერი დონბასის ამ 20%-ით შემოიფარგლა. ამავე დროს, პუტინი ტრამპს მუდმივად სთხოვს, ჩვენთან გამკლავებაში დაეხმაროს. საოცარი სურათია. ჩრდილოკორეული ჯარები პუტინს კურსკის ოლქის გათავისუფლებაში ეხმარებიან, ტრამპმა კი დონბასის დარჩენილი 20%-ის ხელში ჩაგდებაში უნდა შეუწყოს ხელი. სად უნახავთ მსოფლიო ისტორიაში,
რომ ქვეყანა, რომელიც მუდამ სხვებს თხოვს დახმარებას, მოწინააღმდეგეს ულტიმატუმს უყენებდეს, ასეთი ისტორიული პარალელი არ მახსენდება. ეს კრემლის ერთგვარი ნოუ-ჰაუა. არ ვიცი, მალხას როგორ განვითარდება მოვლენები. რუსეთი უფრო დიდია და ეკონომიკურად უფრო ძლიერი, თუმცა ეკონომიკური ზიანი, რომელსაც უკრაინა მას აყენებს, მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ომს საკუთარი რესურსებით აწარმოებს. ადრე ეს უპირატესობა იყო, ახლა კი ნაკლად იქცევა, რადგან ეს რესურსები თანდათან აღარ ყოფნით და რუსეთის ეკონომიკური პრობლემები იზრდება. უკრაინა კი სხვისი რესურსებით ომობს. ერთი მხრივ ეს ცუდია, მაგრამ რამდენი ზიანიც უნდა მიაყენოს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკასა და სხვა ინფრასტრუქტურას. დასავლელი პარტნიორები ჯერჯერობით დანაკარგების ნაწილობრივ შევსებას ახერხებენ. თუმცა მესმის, რომ ესეც ცუდი მდგომარეობაა. აქ კარგი ვარიანტები არ არსებობს. მალხას. ცუდ ვარიანტებს შორის საუკეთესო უნდა ვიპოვოთ. 4 წელზე მეტი ხნის სისხლისღვრელი ომი ისე ვერ დასრულდება, რომ შედეგით აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი დარჩეს. სოფლიო პოლიტიკაში სიტყვა სამართლიანობა არ არსებობს. გეოპოლიტიკაში ინტერესები უპირველესია. სამწუხაროდ, განსხვავებული გეოპოლიტიკური მონსტრების ინტერესები სწორედ უკრაინაში გადაიკვეთა. უკრაინა ამერიკის, ჩინეთის, რუსეთის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ძალების დაპირისპირების გზაჯვარედინზე აღმოჩნდა, ეს არის ჩვენი ტრაგედია. თითოეული საკუთარ თამაშს თამაშობს, უკრაინაში კი ადამიანები იღუპებიან. ევროპაშიც არის ომის პარტია, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საერთოდ ყველგან არის ომის პარტია. რატომღაც ჩვენც სწორედ ამ პარტიის თამაშს უწყობთ ხელს. მინდა გავიხსენო, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს, როცა სააკაშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყო. მაშინ იგივე ბჟეზინსკი სინანულით ამბობდა, რომ ელოდნენ საქართველო კავკასიურ ავღანეთს შექმნიდა, მაგრამ ეს ვერ გამოვიდა, რადგან სათანადო შემსრულებლები არ აღმოჩნდნენ. უკრაინის მეშვეობით კი მათ სლავური ავღანეთი შექმნეს. ასე არ არის? ასე არ არის და შემდეგნაირად გიპასუხოთ. ბულგაკოვის ძაღლის გულში დიდი პროფესორი პრეობრაჟენსკი ამბობდა: "ნუ წაიკითხავთ საბჭოთა გაზეთებს, მადა გაგიფუჭდებათ." როდესაც კითხეს, სხვა გაზეთები რომ არ არსებობსო, უპასუხა: "მაშინ საერთოდ ნუ წაიკითხავთ." ძვირფასო მალხას ნუ კითხულობთ ბჟეზინსკის. ის თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის განსახიერება არ არის. ეს მხოლოდ ერთ-ერთი თვალსაზრისია. ბჟეზინსკიც იყო, კისინჯერიც და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სხვა არქიტექტორებიც. გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ უმცროს პარტნიორებსა თუ ოპონენტებს ყოველთვის იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ამას ჩინეთიც აკეთებს, ოღონდ სხვაგვარად. ამის გაკეთებას რუსეთიც ცდილობდა, ასევე განსხვავებული მეთოდით. რეალური პოლიტიკა ასეა მოწყობილი. დიდები გეოპოლიტიკურ ფრონტზე იბრძვიან და სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებენ, მათ შორის იმასაც, რაზეც თქვენ საუბრობთ. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირი პარალელის გავლება შეიძლება. მრავალი მიზეზის გამო ეს მოვლენები ერთმანეთს არ გავს. საქართველოში კონფლიქტი ხანმოკლე იყო, აქ კი უკვე 4 წელზე მეტია ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და პრაქტიკულად ყველაფერი გამოიყენება. ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაცია, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი იარაღი, ფლოტი. ამ ორ შემთხვევას პირდაპირ ვერ შევადარებთ. საერთოდაც, ძვირფასო მალხას, მე უკრაინის მოქალაქე ვარ და ვფიქრობ, თუნდაც დიპლომატიური თვალსაზრისით, უფლება არ მაქვს საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები შევაფასო. ეს საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. ჩემი მხრიდან ამის გაკეთება ალბათ არაეთიკური იქნებოდა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა და თქვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მოვლენებს უკვე დიდი ხანია შეფასება მისცეს და ის საგარეო პოლიტიკური კურსიც აირჩიეს, რომელსაც საქართველო მიჰყვება. სამწუხაროა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ახლა საუკეთესო პერიოდი არ არის. უბრალოდ შეგახსენებთ. უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2020-2021 წლებში წელიწადში დაახლოებით 600-დან 650 მილიონ დოლარამდე იყო. ციფრები ჯიუტია, ეკონომიკა კი ციფრებია. გასაგებია, რომ 2022-2023 წლები სრული ჩავარდნა იყო. 2025 წლიდან აღდგენა თანდათან დაიწყო და ახლა სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. თუმცა ეს ძალიან მცირე თანხაა.
ჩვენ საქართველოში სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, დანადგარებს, გენერატორებსა და ფარმაცევტულ ნაწარმს ვაცვდით. თქვენგან კი სასმელებს, სპირტს, სასუქებსა და სხვა საქონელს ვყიდულობთ. გონია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ოღონდ ჯერ ომი უნდა დასრულდეს. ძვირფასო მალხას ჩვენც ხომ ვამბობთ, რომ ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. თუ ადამიანს სტრატეგიული აზროვნება აქვს, მან უკვე დღეს უნდა იფიქროს, როგორ იცხოვრებს ომის შემდეგ, როგორ აღადგენს დანგრეულს და როგორ დაამყარებს კავშირებს, მათ შორის გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს. მსოფლიოს სხვა რამ არ მოუგონია. ქვეყნები ან ომობენ, ან ვაჭრობენ. მესამე გზა არ არსებობს. ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინა და საქართველო უფრო უნდა დაახლოვდნენ. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყავი, ასე მოვიქცეოთ. თუნდაც გარკვეული უთანხმოება გქონდეს, ეს ნორმალურია. ჩვენ ქვიშის მოედანზე მოთამაშე ბავშვები კი არა, ორი სუვერენული სახელმწიფო ვართ. შეიძლება არსებობდეს საკითხები, რომლებიც გვაერთიანებს და საკითხები, რომლებზეც განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ეს ნორმალურია და ჩვენს კონტაქტებს ხელი არ უნდა შეუშალოს. ბოლოს და ბოლოს, მოდი, ერთად ვიშოვოთ ფული. ასეა მსოფლიო მოწყობილი. თუ არ გჯერათ, გკითხეთ დონალდ ფრედოვიჩს. მან იცის, როგორ შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნისას, უშუალოდ პოლიტიკის მეშვეობით, კოლოსალური ფულის შოვნა, პლანეტის მთავარი ოლიგარქია. თუ მას არ გკითხავთ, ჯარედ კუშნერს გკითხეთ. მანაც იცის. სხვათა შორის, დიმიტრი, ეს ძალიან მაინტერესებს. ჯარედ კუშნერი და ბატონი უიტკოფი ხშირად ჩადიან კიევსა და მოსკოვში. საერთოდ, რაზე საუბრობენ? შეგისწორებთ, ისინი კიევში ჯერ არ ყოფილან. ახლა ველოდებით მათ ჩამოსვლას, როგორც ვიცი, აპირებდნენ. როდესაც ჩამოვლენ, შემდეგ შეგვეძლება საუბარი, რაზე იყო მოლაპარაკება. ჯერჯერობით აქ არ ყოფილან. მოსკოვში კი მართლაც ხშირად იყვნენ და პუტინსაც შეხვდნენ. აქ ორ კომპონენტს ვხედავ. პირველი, ამერიკა დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტებით, არქტიკის ერთობლივი ათვისებით, იშვიათ მიწა ლითონების მოპოვებაში, ერთობლივი მონაწილეობითა და ევროპის ენერგეტიკული ბაზით. ანუ მათ ნამდვილად აქვს საერთო სამუშაო და ინტერესი. უიტკოფი და კუშნერი ეკონომიკასთან უფრო მეტად არიან დაკავშირებული, ვიდრე ომთან. მათსა და რუსებს შორის დაახლოებით 12 ტრილიონის ღირებულების უზარმაზარ პროექტებზეა საუბარი, თუმცა ამ პროექტების განხორციელებას ომი უშლის ხელს. ამიტომ რუსეთში ისინი მეტწილად ეკონომიკაზე საუბრობენ, მაგრამ რეალური თანამშრომლობის დასაწყებად აქ ომი უნდა დასრულდეს. პუტინის მიერ მათთვის წაყენებული პირობები, რომ ტრამპმა უკრაინის დათმობაზე წასვლა აიძულოს. შეუსრულებელია. ტრამპმა ვერ შეძლო და ვერ შეძლებს. უკრაინას სრული უკანდახევა აიძულოს. ვნახოთ, რა მოხდება. ახლა ისინი კიევში უნდა ჩამოვიდნენ, ჩემი აზრით, ტრამპის ახალი წინადადებით. შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობა საკუთარ შესწორებებს შეიტანს. ამის შემდეგ კუშნერი და უიტკოფი მოსკოვში გაფრინდებიან, პუტინი თავის შესწორებებს დაამატებს და ისინი ვაშინგტონში დაბრუნდებიან. ჩემი ხედვით, ეს ყველაფერი აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მოხდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 20 სექტემბრის სესიისთვის. შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვი, ტრამპისა და სის შეხვედრა გაიმართება. მგონია, ახლა რუბიკონთან ვართ. ეს გადამწყვეტი თვეა. ყველაზე ბნელი ღამე გათენების წინ დგება. ამიტომ ახლა ესკალაციის დონე ზღვარს ცდება. მეც ვგრძნობ და ვხედავ, დიმიტრი, რომ ეს გამწვავება სწორედ იმისკენ მიდის, რომ ომი მალე ან დასრულდება, ან დროებით მაინც შეჩერდება. მხარეები ან ძალებს აღიდგენენ და ომს თავიდან დაიწყებენ, ან კონფლიქტი შეჩერდება და გაიყინება. თუმცა გაყინვა იმ პირობით მოხდება, თუ რუსები, როგორც თვითონ ამბობენ, დონბასს აიღებენ. ამბობენ, თუ დონბასს ავიღებთ, ომს შევაჩერებთო. ჩვენი ინფორმაციით, დონბასის საბოლოოდ აღებამდე ძალიან ცოტა რჩებათ. იქნებ ვცდები? ერთი ფრაზით გიპასუხებთ და ამ საკითხზე მეც აღარ შევჩერდები. მე-13 წელი დაიწყო. კიდევ ერთხელ დაფიქრდით ამ რიცხვზე. მე-13 წელი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი დონბასს იღებს. 2014 წლის გაზაფხულიდან მე-13 წელია. წერტილი. ეს პირველი. და დავამატებ. რუსეთი ტერიტორიის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა. რაში სჭირდება გადამწვარი დონბასი? მიწა, სადაც ყველაფერს ანადგურებს. ეს ხო ბლეფია. დამატებითი ტერიტორია ჭირდება, თავისი ტერიტორია არ ყოფნის, უბრალოდ დაფიქრდით. ეს გეოპოლიტიკური საკითხია. მეცაც გეტყვით, დიმიტრი.
ცხინვალი ძალიან პატარა ტერიტორიაა. რაში ჭირდება ის რუსეთს? ან აფხაზეთი რატომ ჭირდება? მეც ვერ ვიგებ. იქნებ ვინმემ ლოგიკურად ამიხსნას. თუ რუსეთის ტერიტორიის ფართობს მოსახლეობის რაოდენობაზე გავყოფთ, ერთ ადამიანზე, როგორც მახსოვს, დაახლოებით 133,000 კვადრატული მეტრი გამოდის. მაშ, რაში სჭირდებათ ეს ტერიტორიები? ჩემი აზრით, პუტინი გეოპოლიტიკურ ცუქცვანგში აღმოჩნდა და არ იცის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან ისე, რომ გარკვეული გეოპოლიტიკური სახე და გავლენა შეინარჩუნოს. ამიტომ მუდმივად ეძებს, ვარიანტებს და ულტიმატუმებს აყენებს. თქვენ იქიდან წადით და ომს დავასრულებთ, აქედან წადით და ომს შევწყვეტთო. საქმე მხოლოდ დონბასს არ ეხება, მალხას. ომის დასრულების შემდეგ ასობით გლობალურ კითხვაზე გვექნება პასუხი გასაცემი. როგორ ვიცხოვროთ შემდგომ, რა ბედიელის ტერიტორიებსა და საზღვრებს, რა იქნება რეპარაციებთან დაკავშირებით, ვინ და როგორ აღადგენს დანგრეულს, ვინ რა გარანტიებს გასცემს, რომ ეს პუტინის შემდეგ ან მის ნაცვლად მოსული ადამიანის დროს. 3, 5 თუ 10 წლის შემდეგ. აღარ განმეორდება. ასეთი სისხლისღვრელი ომის შემდეგ გლობალურ მოთამაშეთა ხელმოწერებით უნდა გაფორმდეს ყოვლის მომცველი სამშვიდობო შეთანხმება, ჩემი აზრით. ვაშინგტონსა და პეკინში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ახალ პრობლემამდე მიგვიყვანს. ასევე აუცილებელია იმ გლობალური მიზეზების აღმოფხვრა, რომლებმაც ამ ისტორიაზე ამა თუ იმ ფორმით გავლენა მოახდინა. ერთსა და იმავეს მეხუთედ აღარ გავიმეორებ. ახლა აგვისტოს შუა რიცხვებია და წინ უმძიმესი პერიოდი გველოდება. აგვისტოს ბოლო და პრაქტიკულად მთელი სექტემბერი. გასაგებია. ახლა უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გადავიდეთ. გასაგებია. ახლა უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გადავიდეთ. როგორ შეიძლება უკრაინის შიდა პოლიტიკური ვითარების დახასიათება? შეუძლიათ ზალუჟნისა და ფედოროვს უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა. როგორც იმ ანეკდოტშია, ორივეს შეუძლია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მომავალ საარჩევნო ბიულეტენში ორივეს ვიხილავ. ბევრ გადაცემაში მithქვამს, რომ ომის დროს სოციოლოგია მანიპულაციური რამაა. ერთ ბიულეტენში 4 გვარს: ზელენსკის, ზალუჟნის, ბუდანოვისა და ფედოროვის. ვერ ვიხილავთ, ეს არ მოხდება. თუ მკითხავთ, როგორ იქნება, გიპასუხებთ, არ ვიცი, მაგრამ სხვაგვარად იქნება. ახლა მათი შანსების განხილვა სრულიად უაზროა. საერთოდ, ფედოროვი აქ რა შუაშია, ვერ ვიგებ. ეს ყველაფერი სიტუაციური და ემოციურია. გარკვეული ჯგუფები მათ მხარს უჭერენ, მაგრამ რეალობამდე ჯერ ძალიან შორია. ყველაფერი 5 ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. როდის დასრულდება ომი, როგორ დასრულდება, რა შედეგით დასრულდება, როდის და როგორი არჩევნები ჩატარდება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ზელენსკი. დანარჩენი სწორედ ამ ფაქტორებით განისაზღვრება. ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს სოციოლოგიას ყურადღებას საერთოდ არ უნდა მივაქციოთ. ფიქრობ, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ზალუჟნი, რბილად რომ ვთქვათ, ბოლომდე მზად არ არის იმ როლისთვის, რომელსაც მას მიაწერა. ომის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს მეთაურობა იგივე არ არის, რაც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა. ასე მგონია. ფედოროვზე კი უკვე ყველაფერი ვთქვი. დასავლეთზე ორიენტირებულმა პირობითმა სოროსელებმა და საგრანტო ორგანიზაციებმა ის კერპის რანგში აიყვანეს. ამას უკვე მიჩვეულები ვართ. ბევრი კერპი გხოლია. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს. ამას კომენტარს ვერ გაუკეთებ, რადგან არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როდის. კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი. ახლა ერთადერთია, ვინც ძალიან თავშეკავებულ პოზიციას იკავებს. ის თავის უშუალო მოვალეობებს ასრულებს, მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობაში მონაწილეობს, მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო პროცესს უძღვება. საუბრობს საქმეზე, არსებითად ლოზუნგებისა და ფუჭი ტრაბახის გარეშე და თავშეკავებულ პოლიტიკურ პოზიციას აჩვენებს. ეს მომწონს. ბუდანოვის პოზიცია ზალუჟნის, ფედოროვისა და სხვების პოზიციაზე მეტად მომწონს, რადგან ის თანამედროვე რეალობასთან გაცილებით ახლოსაა. დაწერილ ტექსტს არ კითხულობს, ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, ზოგჯერ უსიამოვნო სიმართლესაც ამბობს და საკმაოდ თვითკრიტიკულად აფასებს ჩვენს მომავალს, შესაძლებლობებსა და რესურსებს. მისი პოზიცია ჩემთვის სიმპათიურია. თუ დიდ პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, რატომაც არა? ასაკი, გამოცდილება და წარსული ამის შესაძლებლობას აძლევს. უკრაინის გარკვეულ სამხედრო სტრუქტურებში მას უდიდეს პატივს სცემენ.
დასავლეთის სამხედრო თუ სხვა სტრუქტურებშიც დაფასებულია, რადგან დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თავი უკიდურესად პროფესიონალ და ეფექტიან ადამიანად წარმოაჩინა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ მის გარშემო კორუფციული კვალი არ არსებობს. ეს თითქოს მცირე ფაქტორებია. პატარა აგურები, რომლებითაც მომავალში გარკვეული შენობა აიგება. თუმცა, კვლავ ვიმეორებ, მალხას. ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. შემოგთავაზებდით, უკრაინის მომავალ არჩევნებში სავარაუდო კანდიდატების თემას თებერვალში დაუბრუნდეთ. თავარია, იმ თებერვლამდე მივახციოთ და ცოცხლები მივიდეთ. კარგი. როგორ უნდა ახსნათ ოდესაზე თავდასხმა? საბოლოოდ ოდესის აღება უნდათ? საერთოდ შესაძლებელია ეს? აბსოლუტურად არა. რა ოდესის აღებაზეა საუბარი? მისი სამხედრო გზით აღება შეუძლებელია. 2022 წელს ისინი ოდესასთან ახლოს, კუნძულ ზმეინიზე იყვნენ და იქიდან სამარცხვინოდ გაყარეს. ოდესა უბრალოდ საზღვაო კარიბჭეა. დიდი ოდესა სამომსხვილე სპორტს მოიცავს. ოდესას, ჩერნომორსკსა და იუჟნის. ეს სამი უმსხვილესი პორტი ექსპორტსა და იმპორტს უზრუნველყოფს. რუსები განურჩევლად ყველაფერს, მათ შორის გემებსაც, ურტყამენ. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანას ეკუთვნის გემი. თუ მოხდა, ფსკერზე წავა. ეს უკრაინას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შენი აზრით, დიმიტრი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? მესინგი შთამომავალი ან ბაბა ვანგას შვილთაშვილი რომ ყოფილიყავი, ზუსტ პასუხს გაგცემდით. არ ვიცი, ძვირფასო მალხას. ძალიან მინდა, ეს რამდენიმე თვეში, ჯერ კიდევ წელს დასრულდეს, მაგრამ სინამდვილეში როგორ იქნება? პოლიტიკა ირაციონალური და ალოგიკურია. არავინ იცის, რა ხდება მსოფლიო პოლიტიკის კულისებში. არც თქვენ, არც მე. დიახ, არსებობს მსოფლიო კულისები და არ ვიცით, იქ რა ხდება. ბრიტანეთი, სამეფო გვირგვინი, ვატიკანი, ამერიკა, ჩინეთი, კრემლი, ტრანსნაციონალური კორპორაციები, BlackRock-ი. მრავალი სხვადასხვა ფაქტორი არსებობს. ნავთობი, გაზი, ექსპორტი, იმპორტი, იშვიათმიწა ლითონები, ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსი. უამრავი პროცესი მიმდინარეობს. ძველი სამყარო და ძველი მსოფლიო წესრიგი მთლიანად დაინგრა. ახალი კი ჯერ არ შექმნილა. ის ახლა კონფლიქტების, ომებისა და სავაჭრო ომების გზით ყალიბდება. სამწუხაროდ, უკრაინა დღეს ამ დაპირისპირების მწვერვალზეა. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ სწორედ ამით მინდოდა შეჯამება. ორი მართლმადიდებელი და მონათესავე ხალხი. რუსები და უკრაინელები. ერთმანეთს ებრძვის. ერთი არმია ორ ნაწილად გაიყო და ისინი ერთმანეთს ეომებიან. რასაც უყურებთ, ნამდვილი კოშმარია. ასეთი რამ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იყო. ერთი და იმავე გვარის ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან. ნათესავები და თანამორწმუნეები ერთმანეთს ხოცავენ. ამით მთლიანად სლავურ ცივილიზაციას მიადგა დარტყმა. ასე არ არის? ძვირფასო მალხას ეს ძალიან რთული და ღრმა თემაა. ვფიქრობ, მომავალში ამაზე საუბრის შესაძლებლობა კიდევ გვექნება. საკითხი ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სახელმწიფოებს შორის ისეთ მეგობრობას, რომელიც ისტორიულ პარალელებს ემყარება, დღევანდელ მსოფლიოში უკვე ვეღარ ვხედავთ. როგორც დიდი ინგლისელები ამბობდნენ, არ არსებობენ მარადიული მეგობრები და მარადიული მტრები. არსებობს მარადიული ინტერესები. ამიტომ ეს რთული საკითხია. დღეს უკრაინის საგარეო პოლიტიკა დასავლეთისკენ არის მიმართული და დასავლური კოალიცია ყალიბდება. ამავე დროს იქმნება აღმოსავლური კოალიციაც. ჩინეთი, ბრიქსი, რუსეთი, რომელიც საკუთარ როლს ეძებს, თურქეთი და გლობალური სამხრეთის ქვეყნები. მსოფლიო წყობა სრულ გარდაქმნას განიცდის. როგორი იქნება ახალი სისტემა? არ ვიცით. სამწუხაროდ, ტრადიციული ღირებულებების მომხრეებისთვის ეს გარდაქმნა სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობა ცივილიზაციურ, ისტორიულ და კულტურულ ფესვებს. მსოფლიო სადღაც სხვა მიმართულებით მიდის. მე ეს მიმართულება დიდად არ მომწონს, მაგრამ ამ მატარებელს ჩვენ ვერ გავაჩერებთ. ჩვენ ამ მატარებლის გარედან მაყურებლები კი არა, მისი მგზავრები და პროცესის მონაწილეები ვართ. ამიტომ უნდა მივიღოთ თანამედროვე რეალობა და ტენდენციები, რომლებიც გლობალური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში იკავებს ადგილს. დაახლოებით ასე ვხედავ. სწორედ ამით მინდოდა შეჯამება. ორი მართლმადიდებელი და მონათესავე ხალხი. რუსები და უკრაინელები. ერთმანეთს ებრძვის. ერთი არმია ორ ნაწილად გაიყო და ისინი ერთმანეთს ეომებიან. რასაც უყურებთ, ნამდვილი კოშმარია. ასეთი რამ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იყო.
ერთი და იმავე გვარის ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან. ნათესავები და თანამორწმუნეები ერთმანეთს ხოცავენ. ამით მთლიანად სლავურ ცივილიზაციას მიადგა დარტყმა. ასე არ არის? ძვირფასო მალხას ეს ძალიან რთული და ღრმა თემაა. ვფიქრობ, მომავალში ამაზე საუბრის შესაძლებლობა კიდევ გვექნება. საკითხი ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სახელმწიფოებს შორის ისეთ მეგობრობას, რომელიც ისტორიულ პარალელებს ემყარება, დღევანდელ მსოფლიოში უკვე ვეღარ ვხედავ. როგორც დიდი ინგლისელები ამბობდნენ, არ არსებობენ მარადიული მეგობრები და მარადიული მტრები. არსებობს მარადიული ინტერესები. ამიტომ ეს რთული საკითხია. დღეს უკრაინის საგარეო პოლიტიკა დასავლეთისკენ არის მიმართული და დასავლური კოალიცია ყალიბდება. ამავე დროს იქმნება აღმოსავლური კოალიციაც. ჩინეთი, ბრიქსი, რუსეთი, რომელიც საკუთარ როლს ეძებს, თურქეთი და გლობალური სამხრეთის ქვეყნები. მსოფლიო წყობა სრულ გარდაქმნას განიცდის. როგორი იქნება ახალი სისტემა? არ ვიცით. სამწუხაროდ, ტრადიციული ღირებულებების მომხრეებისთვის ეს გარდაქმნა სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობა ცივილიზაციურ, ისტორიულ და კულტურულ ფესვებს. მსოფლიო სადღაც სხვა მიმართულებით მიდის. მე ეს მიმართულება დიდად არ მომწონს, მაგრამ ამ მატარებელს ჩვენ ვერ გავაჩერებთ. ჩვენ ამ მატარებლის გარედან მაყურებლები კი არა, მისი მგზავრები და პროცესის მონაწილეები ვართ. ამიტომ უნდა მივიღოთ თანამედროვე რეალობა და ტენდენციები, რომლებიც გლობალური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში იკავებს ადგილს. დაახლოებით ასე ვხედავ. უდიდესი მადლობა, დიმიტრი. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. იმედი მაქვს, მსოფლიოში და პოლიტიკაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ. გმადლობთ. ძვირფასო მალხას.